მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. და კონსულტაცია არის პასიენტი და ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული დღევანდელი ენერგია რა ხდება. თქვენ ხართ წვდედა. რატომ არის ჭორი მის ირგულიო? ვამდენ ქალები ესევია, ცოტა მეჯობა ქალები ესეოდნენ პირიქით. ქალბატონები ჭორიკნებენ, ესე რომ ვთქვა, თავი-თავ გადადებული ამ ადამიანზე. კარგით ნახოთ თქვენთან მიმართებაში რას გრძნობს ეს ადამიანი და როგორ ენერგიებშია. ხო, აშკარად რაც გადაადგილების პოზიციაზეა, მოდი ვნახოთ ჩვენ. კი ბატონო, გადაადგილების პოზიციაზეა. სადღაც მიდის, მოდის. არ არის გასაკვირი, ახლა ისეთი სეზონი გვაქვს, თუმცა მთლად სეზონურს ვერ დავარქვემი აქ ამ გადაადგილებას. რაც შეეხება თვითონ ძალიან კაცრ ხასიათზე არის ხასიათი შეცვლილი აქვს ოჯახში, პრობლემები აქვს, ოღონდ რაღაც ცუდისკენ ბევრი რაღაცების გააზრება, დაჯერება უჭერს იმის გააზრება, რომ მოწონხართ ან რამე გრძნობა აქვს. მე აქ მაგიურ დაზიანებას ვხედავ. ან უბრალოდ ადამიანი არის ძალიან გაურკვევლობაში, საიდან რა უბერობს, ვერ ხვდება თქვენთან მიმართებაში, მითხარ ეს მის პრობლემებზე საუბრობს თქვენთან მიმართებაში. ხო, არ არის გამორიცხული ზუსტად თქვენ შორის გაურკვევლობის დესტრუქციული დაზიანების გამო, რასაც ჯადოს ვეძახით, ამიტომ გაიყარა თქვენი გზები. თუმცა გულდაწყვეტილი იხედება თქვენსკენ. თulis რომ დაგკარგათ და აი ეს აწუხებს. კარგი, ესე იგი აქ დანაკარგზეა საუბარი, მაგრამ რა ვიცი აქ ცოცხალი ეს ადამიანი მოიკითხეთ ერთი მაინც. ცოცხალი თუ კარგი, რა მეცლილება გექნება ამას გამოვა თქვენთან კონტაქტზე. ცვლილება ექნება კონტაქტზე აუცილებლად გამოვა და თითქოს თავიდან იწყებს ყველაფერს. ხო, აქ ცვლილება არის შესაძლებელი ამ წუთში ძალიან გეჩვენებათან ჩანს ისე რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ეს მაინც მოხდება დაახლოებით ივლისის თვეში, რომ იცოდეთ. ბევრთან ივლისი იქნება ეს. ეხლა მაინც ისეთი ეს არის განლაგება და ისეთი პერიოდია რა და აქაც მიფიქსირდება და არ არის გამორიცხული, რომ კი ბატონო ეს მოხდეს ივლისის თვეში. სხვათა შორის ძალიან ემოციური ფონით ბრუნდება და მარტო გრძნობ თავს ასე ამბობს ეს ადამიანი. მასზე თქვენ არ ჭორიკნობთ, თქვენ არ საუბრობთ, ეს არის სხვა ქალბატონები, რაღაცა ენაყბაზე არის დადებული, თვითონ არ ვიცი, ახლა ნამდვილად იცის თუ არა, ყოველ შემთხვევაში არჩევანი თქვენსკენ აქვს. კარგი, მე როგორ მოიქცევა ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? ძალიან ენერგიულ პოზიციაზე გამოდის, აი მე მგონია რომ რაღაც საჩუქარს გიმზადებ სხვათა შორის. კარგი, რამე სიტყვი ნორმალურს, ესე ვთქვათ. იტყვის იმას, რომ იცი რა არის რაღაც უშენოდ ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან ისე დეპრესიულად ვიყავი. ამისთვის პატარა გოგო ხართ და მე მაინტერესებს მართლა არ საკითხართ პატარა თუ თვისებებით. იმიტომ რომ ეს თქვენ ვერ გხედავთ როგორც რაღაცა შემდგარი ჩამოყალიბებული რაღაცა სერიოზული ახლა ესეთ ქალბატონად. აშკარად მისთვის პატარა გოგო ხართ. შემდეგ რას იზამ
შეცდება, რომ ეს ურთიერთობა დაასტაბილუროს. კი ბატონო, დაასტაბილუროს, იმიტომ რომ ენატრებით, მაგრამ მე აქ არ მომწონს ქალბატონების ჩართულობა. და ასევე ერთ რაღაცას გეტყვით, ფრთხილად იყავით, ხალხი არ ალაპარაკდეს. ესეთ რაღაცასაც გეტყოდით მე აქ. ფრთხილად იყავით ამ ადამიანთან მიმართებაში, ხალხი არ ალაპარაკდეს. აბა ერთი ვნახოთ. სად როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? ეს გაშლა სხვანაირია, კი ბატონო. როგორ განვითარდება ურთიერთობა? ნახეთ. იპოვის ეს ადამიანი თქვენთან სწორ მიმართულებას. კი ბატონო, ეს ზუსტად გამოდის თქვენთან, გეკონტაქტებათ, რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან ემოციურად განიცდის ამ ყველაფერს. მე არ გამოვრიცხავ, რომ მართლა იყოს ბევრთან მაგიური დაზიანება. იცით რა არის? ეჭვები ზოგჯერ არ ჩნდება ტყუილად. ხანდახან თქვენს ეჭვებს, თქვენს რაღაც მინიშნებებს უნდა მოусმინოთ. აქ რაღაც მე ვფიქრობ, რომ ბევრს ეჭვი გაქვთ. და მე მაინც მაინტერესებს სწორი მიმართულების შემდეგ. ეტაპი რა არის? ძალიან ნაბიჯ, კი ბატონო. ადამიანი ძალიან ნაბიჯ მე ვიტყოდი, რომ იპოვის რაღაც გამოსავარს თქვენთან ძალიან მეგობრულად და ძალიან კარგად დაგიდგებათ გვერდით. მე ვერ გეტყვით ახლა რომ მოდის და ხელს გთხოვთ ან თუ მეუღლე არის ამ შემთხვევაში კი ბატონო, მაშინ ოჯახისგან ეს ადამიანი შემოbrunდება. თუმცა ხასიათის ცვლილება დროდადრო ეტყობა ახასიათებს მაგრამ არ არის გამორიცხული ზუსტად არჩევანი. მე ისე დამიფიქსირდა აქ, რომ თქვენთვის იყოს ნამდვილად. დღევანდელი გაშლა ეს იყო, ჩემო კარგებო. გისურვებთ წარმატებებს და გემშვიდობებით დროებით.